მართლმადიდებელი ეკლესია ნათლისღების დღესასწაულისთვის ემზადება. ხვალ 18 იანვარს ტაძრებში დიდი აიასმა გაიმართება. მორწმუნეები კი ამ დღეს მარხვით აღნიშნავენ. წყლის კურთხევა ეკლესიებში 19 იანვარს ნათლისღების დღესასწაულზეც აღესრულება. ამ დღეს მორწმუნეებს მცირეოდენი ნაკურთხი წყალი სახლებში მიაქვთ და მას მთელი წლის განმავლობაში იყენებენ. ნათლისღება 12 საუფლო დღესასწაულიდან ერთ-ერთია. ამ დღეს იოანე ნათლისმცემელმა იესო ქრისტემ მდინარე იორდანეში მონათლა. ნათლისღება ქრისტიანულ ეკლესიაში ერთ-ერთი უმთავრესი საიდუმლოა. ყოველთვის, როდესაც ნათლისღების დღესასწაული დგება, წინა დღეს ყოველთვის ერთდღიანი მარხვა ინახება და შემდეგ აღნიშნავთ უკვე ნათლისღების დღესასწაულს. ეს არის უდიდესი დღესასწაული, ყველა მართლმადიდებელს მიულოცავ ამ დღეს, ყველას გილოცავთ, ყველას უსურვებ, რომ აი ეს ქრისტეს ნათელი თანამოზიარი გამხდარიყვნენ, იმ ცნობიერების, იმ სითბოს, იმ სიყვარულის, რასაც ქრისტე ქადაგებს, ქრისტეს სიტყვის ბოლომდე გააზრება, გათვითცნობიერება და ისე ცხოვრება. ხო, და ნიშნულობა, ახლა ყველაზე დიდი მნიშვნელობა მორწმუნე ადამიანის ცხოვრებაში ის არის, როდესაც მიიღო გადაწყვეტილება, რომ რა მიმართულებით უნდა იაროს და აი გადაწყვეტილება მიიღო და დადო აღთქმა ღმერთთან, ხო? ხო და მე უკვე მთელი ცხოვრება ამას უნდა ემსახუროს. ამის ესე უგულებელს ყოფა და ესე თვალის მოხუჭვა, რაღაცა სხვა რამესკენ მიდრეკვა, არასწორისკენ, უკეთურებისკენ, არავაშკაცურისკენ მიდრეკა და ეს უკვე მიუღებელია ქრისტიანი ადამიანისათვის. ამიტომ აი ამ მართალ სიტყვას უნდა ვემსახუროთ. და რაც ყველაზე მეტად დეფიციტს განიცდის დღეს ჩვენ ქვეყანაში და არა მარტო ჩვენ ქვეყანაში რა. და იმიტომ რომ ეს სიმართლე იცით ხშირად ადამიანისთვის ცოტა ისეთი მიუღებელია რა, მტკივნეულია და მიუღებელია რა და ცდილობენ რომ მე აი ამ სიმართლის მთქმელი ადამიანს რაღაცა მიაწერონ, მიაკერონ, რაღაცა არ არის სწორი ეს, არაქრისტიანულია ეს და მაგრამ თუ მასეც ხდება ქრისტიანი ადამიანი კიდევ პირდაპირ გიწერია ნეტარიყნეთ თქვენ რაჟამს გდევნიდნენ, ყვედრიდნენ, სხვამ ბოროტი თქვენ დაუმართ. მაგრამ როცა ეხება სიწმინდეს და ეკლესიას და პატრიარქს, ხო, იქ უკვე ყველა ხმა უნდა ამოვიღოთ, ესე არ არის. როცა შენ გეხება, უნდა დაითმინო. ესეთი დიდი მნიშვნელობა აქვს ნათლისღების დღესასწაულს, იმიტომ რომ აქედან იწყება ფაქტიურად ყველაფერი შენ ცხოვრებაში, იმიტომ რომ ამ ნათელთან თანაზიარი გახდი. და ეხლა როგორ ემსახურები ამ ნათელს, ამ ჭეშმარიტებას, სანს ჭეშმარიტება და ჭეშმარიტებამ განთავისუფლოთ თქვენ.